თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გელათის აკადემიის აკადემიკოსის პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სასულიერო პირმა ზურაბ ჭუმბურიძის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შესიტყვებისა და სინტაქსური წყვილების გაანალიზებისათვის ქართულში. სერგეი მესხი, 60-იანი წლების ენობრივი რეფორმა. მე ნაცვალსახელის პარადიგმისათვის ძველ ქართულში. ეს იმ საკითხების არასრული მონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. ღონისძიებას სასულიერო პირები, პროფესორები, მეცნიერები, სტუდენტები და ზურაბ ჭუმბურიძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მინდა საგანგებოდ აღვნიშნო ბატონი ზურაბის დამსახურება ქართული მეცნიერების განვითარებაში, მეტადრე ჰუმანიტარული მეცნიერების მიმართულებით. ის იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფიის ავტორი და მათ შორის ისეთი მონოგრაფიებისა, რომელმაც ქართველ მკითხველს შეაყვარა ქართული ხელნაწერი და ამოგზაურა ქართული მკითხველი ქართული ხელნაწერის ისტორიაში და გააცნო თავგადასავალი ჩვენი ხელნაწერებისა. ეს გამოცემები სამაგედო წიგნია ყველა მეცნიერისათვის და ასევე რა თქმა უნდა ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებით დაინტერესებული მკითხველისათვის. ბატონი ზურაბი ასევე იყო შესანიშნავი მცოდნე ზოგადად ქართული გვარსახელების, მე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული გვარსახელებისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომი ქართულ სამეცნიერო წრეებში სწორედ მას ეკუთვნის, რა გქვია შენ, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო და 6 გამოცემა განხორციელდა აი ამ ნაშრომისა. მე საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დღეს კონფერენციის ფარგლებში თითქმის დაახლოებით 50-მდე მეცნიერი იღებს მონაწილეობას აი ამ კონფერენციაში და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თვითონ ბატონ ზურაბის გახსენება, ასევე თავისთავად ამ კონფერენციის ჩატარებაც. ტრადიციულად ეს კონფერენცია ყოველ წელიწადს ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ პიროვნებას. წელს ასეთი და მართლა გამორჩეული უნივერსიტეტელი არის ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე, რომელიც 100 წელი შეუსრულდებოდა და კონფერენციაც სწორედ მის ხსოვნას, მის შემოქმედებას, მის ღვაწლს, მის ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გახსენებას ეძღვნება. კონფერენცია დღეს დაიწყო და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჩვენი ფაკულტეტის საუკეთესო, ასე ვთქვათ, ნაშრომები. ძირითადად აქცენტი რასაკვირველია კეთდება ბატონი ზურაბის მოღვაწეობის სფეროზე, ამიტომ ქართული ენა, ქართველური ენები, ზოგადად ქართველური ენათმეცნიერების საკითხები ფართოდ იქნება წარმოდგენილი, თუმცა ბატონი ზურაბი არ გახლდათ ვიწრო სპეციალობის ფილოლოგი, ის ძალიან ფართო სპექტრს მოიცავდა მის შემოქმედება, ამიტომაც ჩვენი კონფერენცია შესაბამისად ძალიან მრავალმხრივი იქნება. 3 დღის შემდეგ ამავე უნივერსიტეტში ბატონი ზურაბის საიუბილეო თარიღს სტუდენტური კონფერენციაც მიეძღვნება და იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდა თაობა კარგად დაინახავს, კიდევ ერთხელ კარგად დაინახავს უნივერსიტეტელთა წინათაობების ღვაწლსა და დამსახურებას. მათი ნაშრომები არის ისეთი, რომელზედაც თაობები გაიზარდა, იზრდება და მომავალშიც გაიზრდებიან. ბატონი ზურაბ ჭუმბურიძე იყო არა მხოლოდ დიდი აკაკი შანიძის მოწაფე, არამედ მისი სულიერი შვილიც, მისი დიდი საქმის გამგრძელებელიც. ბატონი აკაკის რჩევით მან საგანგებოდ შეისწავლა სვანური ენა. იყო დიდი ქომაჯი, ფეხით ჰქონდა მოვლილი სვანეთის ყველა სოფელი. დიდ მეცნიერთან ერთად იყო დიდი მაძიებელი,
დიდი სელექციონერი. ეძებდა სულს უბერავდა ახალ სიტყვებს და შემდგომ სამზეოზე გამოჰქონდა. მე მახსოვს, როცა ის სვანეთში ბრძანდებოდა, ერთმა სვანმა უთხრა, ყველაზე მეტად ის სახლია დაცული, რომლის კარები ღიაა. გაგიშდა ამაზე, მაგრამ მე დავსენდი ბატონი ზურაბი თვითონ იყო ის სახლი, რომელიც კარებს არასდროს არ კეტავდა. მისი გულის კარი იყო მუდამ ღია. ამიტომაც გვიყვარს და ამიტომაც ის უკვე დღეს იმ დიდი ქართველების გვერდით არის, რომლებიც უკვე ჩვენს ისტორიას ქმნიან. ღონისძიების ფარგლებში გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცული მასალები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელმა იხილა პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის პირადი არქივი და ფოტოები. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო კონფერენციას 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. გამოფენა კი 1 კვირა გაგრძელდება. ბატონმა ზურაბმა ამ ქვეყნად დასტოვა 3 უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არის მისი ხორციელი შთამომავლობა, მისი შვილები, შვილები, ოჯახით და შვილიშვილები. ეს გახლავთ მისი მოწაფეები და არა მხოლოდ მოსწავლეები, იმიტომ რომ არიან მოსწავლეები, მაგრამ არიან მოწაფეები, ვინც მის გზას მიხვება და მისი მემკვიდრეობა. სამეცნიერო პოპულარული ის მემკვიდრეობა, რომლის ნიშნულობაც დრომ უკვე ცხადყო, ისინი რამდენჯერმე გამოიცა და პოპულარული იყო და გახლავთ სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში. ასე რომ ის 3 შემადგენელი დარჩა დასტოვა ბატონმა ზურაბმა, რომელიც საწინდარია მისი ხსოვნის მყოფობისა მრავალი წლების, ათწლეულების თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ცხეთამთიანეთის რეგიონში ტყის მართვის 10 წლიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები 40.900 ჰექტარ ფართობზე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინვენტარიზაციის შემდეგ ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ღონისძიება. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაოების პირველად შედეგებს თიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნო. იმისათვის, რომ ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო სამეურნეო სამუშაოები, აუცილებელია, რომ აღირიცხოს ჩვენი ქვეყნის ტყეები. ამ დროისათვის მიმდინარეობს 3 რეგიონში საველე სამუშაოები, კერძოდ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. 2026 წელს 238.000 ჰექტარზე ჩვენ ვფიქრობთ მოვახდინოთ ჩვენი ტყეების აღრიცხვა და შევიმუშაოთ ტყის მართვის გეგმები, რათა ეფექტიანად დავგეგმოთ შემდეგში სატყეო სამუშაოები. თბილისი პიანო ფესტი 2026 დასრულდა. ღონისძიება პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ფესტივალი წელს მე-7-ად ჩატარდა. 2 კვირის განმავლობაში დედაქალაქმა კლასიკური მუსიკის არაერთ გამორჩეულ ხელოვანს უმასპინძლა. პირველი დღიდან ვიყავი მე თვითონ ჩართული დუდანასთან ერთად ამ ფესტივალის დაარსებაშიც და მიხარია, რომ დღემდე იზრდება ამ ფესტივალის მასშტაბები. დუდანა თვითონ არის არაჩვეულებრივი მუსიკოს შემსრულებელი და ყოველთვის ეს ტრადიცია გრძელდება, რომ ფინალში ყოველთვის დუდანა საფინალო კონცერტზე გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, რომ კარგი ტრადიციაა ისიც, რომ ღიაცის ქვეშ და ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ კლასიკურ მუსიკას ეზიარონ. არაჩვეულებრივი არტისტები არიან, როგორც ყოველთვის ამ ფესტივალზე და მინდა დუდანას და მის გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ძალიან ბედნიერი ვარ, მე-7-ად ჩატარდა თბილისი პიანო ფესტი, ძალიან წარმატებული კონცერტით დასრულდა დღევანდელი საღამო კარლო პონტი დირიჟორობდა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და
გელით გაისადათ, ძალიან მიხარია, რომ ასე მრავალრიცხოვნად მოდიოდა ქართველი მსმენელი და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა შევთავაზეთ წელსაც და გაიცეთ კიდევ უფრო მრავალფეროვანს გვიდებით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს სცენაზე დუდანა მაზმანიშვილთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვდგავარ. ეს მნიშვნელოვანი ფესტივალია, რადგან აქ არა მხოლოდ მაღალი დონის მუსიკოსები მონაწილეობენ, არამედ ფესტივალს მუსიკალური განათლების მიმართულებაც აქვს. ეს მიმართულება ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების მხარდაჭერას ემსახურება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ისწავლონ გამოცდილ მუსიკოსებთან, რომლებიც მათთვის სპეციალურ მასტერკლასებს ატარებენ. შესანიშნავი ფესტივალია და მე კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი ვარ.